როგორ მოხვდით ციხის საავადმყოფოში ქირურგი კაცი? დიმრები თუ მე არ ვიყავიან, გარეთ ჩემი მანქანა არ იდგა, საოპერაციოში არ შევიდოდნენ. ხალ აქ ჩაიტყავდნენ, ხალ მუცელში ჩაიტყავდნენ, რომ მოხვედრილი იყვნენ საავადმყოფოში და 64 იყო იმ პირობებთან შედარებით. ბევრი ჭორმართალი ლეგენდა დადის დურუ ხურცილავაზე. აი თქვენ რა შთაბეჭდება დაგჭათ? ეს იყო ტიპიური ყაჩაღი. ყველა ნარკომანი იყო. ქურდები? კი. ასე იმპერატიულად მითხრა. ნაოლს ესენი უნდა გადარჩნენ. 3 იყო. უფროსი ძმა, უმცროსი ძმა და გეგა კობახიძე. ურთულებდი ჭრილობას, რომ მეთხანს გაეჩერებიათ რა. ვიცოდი, რომ ცუდი აღსასრულისკენ მიდიოდნენ. ესე როგორ გადარჩით იმ დროს ასეთი სკანდალისგან? ედვარდმა დამიცვა. გამარჯობათ ხალხო, მოგეხსალმებით. გამარჯობათ ბატონო. დღეს არის ჩვენ უჩვეულო გადაცემა გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, პირველად ჩვენი გადაცემის ისტორიაში თემა შეეხება ისეთ რამეს, რომელსაც აქამდე არ შევხებივართ. და ჩვენი სტუმარი არის ბატონი ნაოლის ქობულია. ციხის საავადმყოფოს ყოფილი ქირურგი, ყოფილი განყოფილების უფროსი და საერთოდ ციხის ეგრეთ წოდებული რეზბალნიცას ყოფილი უფროსი. წლების განმავლობაში. როგორც ბატონი ნაოლისი მეუბნება, რომ თითქმის 50 წელზე მეტი იმუშავა ამ სისტემაში და ჩვენ ძალიან საინტერესო ისტორია გველოდება თუ რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდში და პოსტსაბჭოთა საქართველოში ციხის რეზბალნიცაში. ციხის რეზბალნიციდან დანახული საქართველო. ესე რომ შევხედოთ ფაქტობრივად ჩვენს დღევანდელ გადაცემას. გამარჯობათ და დიდი მადლობა რომ გამარჯობათ ბატონო იაგო. მაყურებლისთვის ვიტყვი რომ ბატონი ნაოლისი მიუხედავად იმისა რომ ასე გარეგნულად ამის შთაბეჭდილებას არ ტოვებს 90 წელს მიტანებული ადამიანია და ბევრი რამე უნახავს ამ ცხოვრებაში. მე შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს. როგორ მოხვდით ციხის საავადმყოფოში ქირურგი კაცი? მაშინ როდესაც ეს პროფესია იმდენად პრესტიჟულია რომ ციხე ყველაზე ბოლოს მოუნდება ადამიანს ალბათ ქირურგისთვის. თქვენთვის რა იყო, როგორ ირჩევენ ციხის საავადმყოფოს ქირურგს? იცით რა, მე დავამთავრე კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში და სხვათა შორის მინდოდა რაიონში წასვლა, რაღაც მქონდა ასეთი სურვილი რაიონში მემუშავა მთავარ ქირურგად იქ, მეკუთვნოდა ეგ პოსტი. ხო და ძალიან კარგი ხელმძღვანელი მყავდა, რომელიც ჯანელიძე გაგიათ ალბათ დიდი ქირურგი, იმის დოცენტი იყო რუბენ აფრასიონიძე ღირდალაძე. მგელი ქირურგი, ასე თან ტერმინს მგელი ქირურგი, უძლიერესი ქირურგი. ყველა მიმართულებით კუჭი, საყლაპავი არის ქირურგიაში საერთოდ ყველაზე რთული ორგანო საოპერაციოდ. იმ საყლაპზე ოპერაციებს აკეთებდა ისე თამაშით რა თითქოს რაღაცა ისე დიდი გამოცდილება ჰქონდა ლენინგრადში ჯანელიძის კლინიკაში თვით ჯანელიძესთან ერთად მიღებული და მართალი გითხრათ მე მასთან გავიარე კლინიკური ორდინატურა 2 თუ 3 წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით მუშაობდი. სხვადასხვა თვითონ ძალიან უყვარდი, დიდ პატივსამცემდა. ხო, თქვა დანათესავებაც უნდა და ჩემი და რაღაცა ქალიშვილი ყავდა. ხო და რაღაცა, მაგრამ მე შევიკავე თავი. ძალიან მიყვარდა ეგ ჩემი მასწავლებელი და დავდექი უბრალოდ ნეიტრალური პოზიცია დავიჭირე. და მოთხოვნადი იყო ჩემი პროფესია და უკვე რაღაცნაირად თითქოს ცნობდნენ კიდეც და ჩემზე რამოდენიმე სისტემამ განაცხადა
მოთხოვნა იყო სამოქალაქო ხაზითაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ზემოთ ჭიტაძის ქუჩაზე იყო საავადმყოფო იქაც და იყო ამ პატიმრების რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების უფროსის ადგილი. ადგილი ჯერ არ იყო უფროსის, მაგრამ ქირურგის ადგილი. ხო და ამათ ძალიან ეაქტიურეს და ეხლა მეც გადავიხარე იქაც საითაც მეტი მოთხოვნა და სურვილი იყო, მაინც არის ეს ახლა ბუნება ადამიანის ასეთნაირ, კარგად რო დაგპატიჟებენ და წავედი და დავიწყე და მე პატარა პრეამბულა კი გავაკეთე, რომ მივედი იქა, სხვა იყო ქირურგი განყოფილების ხელმძღვანელი, ცოტა ხნის შემდეგ ესე იგი რაღაც ოპერაციების გაკეთება მომიხდა და თვით სამინისტრომ თავიანთი ინიციატივით გადააყენეს ქირურგი განყოფილების გამგე და მოითხოვეს ჩემი დანიშვნა, რომელზეც მე კატეგორიული ვარი განვაცხადე, მეუხარხულა და შემცხვა, მე რა არის კაცო, შეიძლება ერთხელ შეცდო მოვიდეს, მე და ერთხელ მეც მართალი გამოვიდეს. მაგრამ მე არ დამიჯერეს და დამაყენეს ძალით და იმ დღიდან მოყოლებული მუშაობდი და მოვდიოდი. მალე გავხდი ქირურგიული განყოფილების გამგე. ძალიან ცოტა ხნით მთავარ ექიმად ვიმუშავე, მოადგილეთ სამკურნალო დარგში და ამის შემდეგ დამნიშნეს დირექტორად, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, იგივე კოლონიის დირექტორი რა, რესპუბლიკური საავადმყოფო კოლონია. დირექტორი და მოვდიოდი. ესე იგი მიმყავდა ქირურგიული სამსახური მე თვითონ კი იყო განყოფილების გამგე სხვა, მაგრამ ჩემს უმისოდ იქ არაფერი არ კეთდებოდა, ყველა რთული ოპერაცია და საერთოდ ოპერაცია და საერთოდ მალე იმდენად რეზონანსული გავხდი პატიმრები თუ მე არ ვიყავიან, გარეთ ჩემი მანქანა არ იდგა საოპერაციოში არ შევიდოდნენ, ეხლა ისე ცუდად ჩავმართვით, ასე იყო რა. არ გაიკეთებდნენ ოპერაციას და მალე შემიყვარა პაციენტებმა, ასე ვთქვათ, იმ სამყარო როგორ გითხრა, რამკიანებს კანონერ ქურდებსაც ძალიან უყვარდი და პატივს სცემდნენ. მართალი გითხრათ, მეც რაღაცნაირად მათ უჭერდი მხარს ვაშკაცურად, ეხლა ჩემი მოწოდებითა და იმითი კაცი ვარ და არა რაღაცა ვიღაცის მსახური და კი მინისტრი იყოს და კი მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე შევარდნაძე გახდა ჩემი მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი და ხშირად შევარდნაძე მართალი გითხრათ ხალხზე მსაყვედურობდა, ლაზიშვილები დავაწვინე, ბიზნესმენები დავაწვინე, ხალხი ასეთი მილიარდიანი, მილიონერი ხალხი შიმშილით კვდებოდნენ და მართლაც იხოცებოდნენ ციხის იმაში სიტუაციაში. დავეხმარე რა. რითი ჯობდა ციხის სიტუაციას რეზბალნიცა? მე გამიგია, რომ ბევრი ადამიანი ცდილობდა ციხიდან სხვადასხვა საშუალებებით თავზე ზიანი მიეყენებია და რეზბალნიცაზე გადასულიყო. ძირითადი მოტივი რა იყო ამისი? ამისი ძირითადი მოტივი სამკურნალო გარემო. 6 განყოფილება მქონდა. კარგი ექიმები, მათ შორის ძალიან კარგი შესახედავი ქალები, ქალიშვილები, ქალები. კარგი როგორ ვთქვათ, განათლებული ექიმები. ყველა ატყობს განათლებულს და კარგ სპეციალისტს, პატიმარის და ჩვეულებრივი ადამიანი. პირველი мотиваცია ეს იყო. მეორე ძალიან გარემო იყო შინაურული და ახლობლური. შინაურული და ახლებული,
მაინც იქ ყველა პატრონად ითვლება ის ექიმი, ის თანამშრომელი, სხვა ჩვეულებრივი სარეჟიმო და ოპერატიული ხაზით თანამშრომელი უფრო რბილია და უფრო სხვანაირად გუმანირობისკენ არის მოწოდებული და მოტივირებული. და ასე შემდეგ და კარგი პირობები იყო, კარგი. ფაქტიურად კოლონია არ ითვლებოდა კოლონია იყო, მაგრამ კაცი შიგ არ თვლიდა, რომ კოლონიაშია და ციხეშია თავს. და აგითხრათ, ქალებიც იყვნენ ძალიან ლამაზი ექიმები, მუშაობდნენ ესეც ახლა რაღაცნაირად წლების მანძილზე ქალებს დაუნახავ და რაღაცნაირად ურთიერთობა არ ქონებელი ახლა სხვანაირი კი არა, სულიერი ფსიქო დამოკიდებულების აზრი და ასე შემდეგ და ყველას უნდოდა ჩვენთან მოსვლა. მე რო დავიწყე მე ახლა და ბევრი კარგი ოპერაციები გავაკეთე სხვათა შორის ევედეს საავადმყოფო ერქვა ჩიტაძის ქუჩაზე ბოლოში იყო ხელმარცხნი. მერე გადმოვიდა ბარნოვი იყო ნიკოლაი ვასილევიჩ კოლია ბარნოვი უფროსი მაგ სამსახურის მე არ უყვარდი სხვათა შორის აიძატო არ უყვარდი აზიარ ვარ მაგრამ ისევ მაინც ჩემი მხრებით მივიწევდი წინ და რაღაცა მიშლიდა ხელს ჩვენს დარჩეს რაღაც მომენტები იყო შემშელა არ გამიყვანა იმ ადგილზე მაგრამ მე რაც მინდოდა ჩემით და თვითონ ხალხის მხარდაჭერით გარემოცვის და იმით ვიზარდნენ ელელა გავხდი უფროსი და ახლა იმაზე დიდი ადგილი არ იყო სამართლოს უფროსადაც მე ხვეწებოდნენ ზემოთ არ წავედი არ მინდოდა ახლა მე სკალპელი მჭირდებოდა და იქ სკალპელით ვერ ვუშავებდი ეს ოპერაციები რასაც თქვენ ატარებდით ამის საჭიროება ჩვეულებრივი ადამიანისა ჯანმრთელობის გაუარესებიდან გამომდინარე დგებოდა თუ თვით დაზიანებას იყენებდა ეს ხალხი და ამაზე გიწევდათ რეაგირება იყო თვით დაზიანებები ბევრი იყო დაჭრები შიგად ტრამები ავტოტრამებიც იყო თავისაცხადია ხალხ ჩაიწყავდნენ ხალ მუცელში ჩაიწყავდნენ უჭირდათ რა ცუდი პირობები იყო და რომ მოხვედრილი იყვნენ საავადმყოფოში და მაშინვე გადმოყავდათ მოხდებოდნენ საავადმყოფოში და 64 იყო იმ პირობებთან შედარებით ციხეში რატო იყო რა იყო ასეთი ცუდი მდგომარეობა ციხეში გარდა იმისა რომ გამოკეტილი ხარ რაც თავისთავად ხალხია რომ ცუდია რომ ადამიანს мотиваცია ქონდა რომ საკუთარ სხეულზე მძიმე დაზიანებები მიეყენებინა, გადაეყლაპა რაღაც ნივთები ან რაღაცა რომ მოხვედრილიყო, ეს ტანჯვა გაევლოდა ციხის საავადმყოფოში გადმოსული. იქ იყო სხვადასხვა მოტივები. ზოგჯერ იყო რომ თქვათ იმ სიმძიმის გამო და არ უნდა და ერთი კვირით იფიქრებს კაცი რომ მოდი ერთი კვირა მაინც რაღაც ნორმალურ გარემოში ვიყო და მე თუნდაც აცი და მომხდარა, ამიტომ ხარ რაღაცას ჩაყლაპავ და ჩაუყლაპიათ ნემსები, აი პატარა წვილი ნემსები, რაც მაგაძე მაქვს ნაწვალები, გაჟორა უკანა კედლიდან გავიდა, ძლივს ვიპოვეთ, რენტგენოლოგიაში არ იყო ეს კომპიუტერული და რაღაც რენტგენით ვაკეთებდი ყველაფერს, დიაგნოსტიკას და ძალიან გამიზნელდა ამოღება რა. ნაწლავის კედლიდან გავიდა უკან და იქედან ძლივს ვიპოვე. ხო. კიდე რა ტიპის ტრამვები გინახავთ? ასეთი რა ტიპის ტრამვები გინახავთ კიდე? რომელიც ციხეში გადმოსაყვანად, ანუ საავადმყოფოში გადმოსაყვანად ჩაუდენიათ პატიმრებს. უცხო სხეულების ჩაყლაპა გითხარით, ყველანაირი უცხო სხეული დანა ჩაუყლაპავს. ნემსები ჩაუყლაპავს, წვრილი საკერავი ნემსები. პრუჟინა აი ზამბარა რომ არის, პრუჟინა ჩაუყლაპავს. 1000 რკინის სხეული, 1000-ნაირი ლურსმნები თუ თქვათ რაღაცნაირად ძალიან საშიში მახვილ პირიანი სხეულები ჩაუყლაპავთ.
ყველანაირი ესე იგი მე მქონდა სტენდი ამოღებული უცხო სხეულების ოპერაციულად სხეული არ იყო დარჩეილი რაც საკლაპაო მილში ჩაეტეოდა რომ ჩანაკლაპი არ ქონდა პატიმარს რა თქვენ ბევრ ცნობილ პატიმართან მოგიწიათ მუშაობა დიახ პირველი მე დავიწყებ დურუ ხურცილავათი იმიტომ რომ თქვენ მითხარით რომ რასთან მასთან ქონდათ ურთიერთობა საქართველოში ბევრი ჭორმართალი ლეგენდა დადის დურუ ხურცილავაზე აი თქვენ რა შთაბეჭდება დაგჭათ ვინ იყო ეს კაცი რა უნდოდა და აი თქვენთან ურთიერთობის პერიოდში როგორ იქცეოდა მე გეტყვით ახლა ეს იყო ტიპიური ყაჩაღი აი ყაჩაღი რომელიც ამ თავის მისიის შესრულების დროს ყველაფერზე წავა ეს კვლელობა იქნება ტრამვა იქნება დაჭრა იქნება თუ რაღაცა იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს იყო თავისი ისე იგი სრული შესასრულებლად ქალი მოეწონება და თუ რაღაცა გაუპატიურებისთვის და რაღაცა არავითარ თქვათ რაღაც ხათრსა და რაღაცაზე არ წავიდოდა და არც უკან როგორმე თავისი ისე იგი სრული შესრულებია სხვათა შორის თვითონ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო მსხვილ ნაკვთოვან ეს ძვლები ჰქონდა განსაკუთრებით მსხვილი სახე ძლიერი და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერ საბეჭდილებას ტოვებდა ახლა მისი ჩხუბები არ მინახიავე მაგრამ რო შეხედავდა კაცი ისეც შეეშინდებოდა რა ისეთი შესახედაობა ჰქონდა ურთიერთობა ეს გადაიჭირდა ხოლმე საკანში რო ყავდათ აბრახურებდა კი გამოიყვანდნენ მაგრამ გამოყვანისიც ეშინოდათ გარეთ გამოყვანისიც ან არა გაქცეოდათ ან რაღაც სხვა არ მოეკლა იქ რაღაც ასეთი არ დაიზიანებიან თავიდან პირველი შეხვედის დროს გადავიყვანეს თვითონ საგამომძიებლო იზოლატორის მთავრობა ექიმა დამირეკა ალეკო თვალავაძე იყო ასეთი ალეკო თვალავაძე და დაოლისო დურუ ბუინო ზალიანო მითხრა და იქნებ გადმოხვიდე დამეხმარო რა იყო მეთქი და ახალ გადაიჭრა რაღაცა ხარისაო და აი გადაიჭრა აქა ეს საძილი არტერია ხო და ძლივს შემოასრო ჩემთან შემოიყვანეს რა კარები ჩვენ საერთო ქონდა რეზვალიცასა და საგამომძიებლო იზოლატორს და მოკლედ ასე დაწოლით და იმით შემოიყვანეს ჩემთან საოპერაციოში და მაშინვე დავიწყე რა ოპერაცია გავხსენი ნახე ეგა საძილე არტერიის სტოტი იყო დაზიანებული და გადავკვანძე მაგრამ იმ ადგილას ასეთი იბიბირება მოხდა კუნთებში და კანქვეშ სისხლჩაქცევა რა მოასწრო უკვე და როგორც იყო გავაჩერე და ვერე ვიღაცას დაურეკე მე უთხარი სისხლთა ქირურგი გამომიგზავნე მეთქი არამიანციდან ხო და თუ მითხრა თვითონ უსმენდა რომ დავრეკე და ისაო ბატონაოს არ გინდა არ შეწუხდეო თქვენაც გამიკეთეთ მეყოფაო არა მე უთხარი მაინც მე მინდა გადამომოწმოს მეთქი სისხლთა ქირურგმა ეს ისეთი ცოტა სახიფათო ადგილია მეთქი და მოვიდა იმანას დახედა რაღაცები და არ გახსნა თავიდან არაფერი თავიდან გამეცნო ასეთნაირად ბატონო ნაოლისო მე მითხრა შენი ძმაკაცი რომ არისო გოგია ხალხი სარიშვილი გაგიგიათ მაგარი დამტყველი იყო პლეხანოვზე მართლა ჩემი ძმაკაცი იყო ასეთი კაი მაღალი ტიპი იქ აგვარი იყო პლეხანოვზე მაგასა და წერებს ატარებდა ისე იმას შორის მოხდა
პირველობისში შეტაკება პლეხანებზე და დუელი ჩაჩვეულებრივ აი ადრე დანტესი და ისინი რო ატარებდნენ დუელს ისეთი დუელი ჩაატარეს იმითი თავიანთი იმებით რა ყავდა თავიანთი რო ესრებიან ხოლმე ამ დუელის იმას სეკუნდანტები და ასე შემდეგ ამ გოგიმ და იმ მეორე პლეხანოველმა ბიჭმა სანაპიროს ქუჩაზე ტკვრის სანაპიროზე საავადმყოფო რომ არის დიდი უნივერმაგი სანაპიროს რო გავდივართ ელბაქცის ახმარზე რო უნდა გადავიდეთ ხელმარჯვნივ იქ იქ ჩაატარეს ოფიციალური დუელი მაგრამ იმან აჯობა ხო და ესროლა და ბარძაყის არტერია გაუხეთქა გოგი სარიშვილს და თენგიზ ახმეტელი იყო ასეთი მაშინ ასე არ იყო დიფერენცირებული სისხლძარღვთა ქირურგია და ესე და თენგიზ ახმეტელმა პროფესორმა გაუკეთა და გადაარჩინა რა გაკედა წარყვი და ისა და იმაზე გიждდებოდა ყოველთვის პატივისცემა ციხეში იჯდა ეგეც? ციხეში იჯდა ეგ კაციც? ახმეტელი? არა, ახმეტელი კათედრის გამგეი. არა, ის ვინც დაჭრეს. ის ვინც დაჭრეს. მართალი გითხრათ კი. კი. დურუს რა შეხება ქონდა ამასთან? ისა? დურუს რა შეხება ქონდა ამ კაცთან? არა, დურუს არაფერი ამათთან არა. ისე მოვაყორა ეს ის. ცოტა ის დივერტისმენტი გამომივიდა, გადავხდი რა. და ოდა. აი დურუს რა შეეხება ახლა? დურუ აი აქ თვითონ დაჭრილობები რომ მიიყენა რამოდენიმე ჯერ და ისა. თვითმკვლელობა უნდოდა თუ საავადმყოფოში გადმოსვლა უნდოდა? არა, თვითმკვლელობა არ უნდოდა. თავს დურუ არ მოიკლავდა, просто უნდოდა რა იმ სიტუაციიდან გარეთ გამოსვლა უნდოდა და მერე საცა მოხდებოდა ახლა. საავადმყოფოში ჩემთან არ აწვენდნენ, იმიტომ ეშინოდათ მაგის იქ და არ იდობოდა ან გაქცევა. აი ასე გავუკერავდი, დავადებდი ნაკერებს იქეთ აქეთ. ხო და არასაშიში გახდებოდა და ერთხელ გავუკერე ასე ყველაფერი და შეიყვანეს საკაში. აბრახურებს დურუ. გავიყვანეთ მეთქი. ჯერ არ ვარ წამოსული. ჩემს ობიექტზე. ისო ბატონ მაღოლისო, მადლობელი ვარ ყველაფერი რომ გამიკეთეო და ალეკოსო თხოვეო მთავარ ექიმსო რომო ერთი რამოდენიმე დღე არ გამწეროს აქედანო სანაწილიდანო. ხო და აქ ვიქნებიო. კი ვეტყვი მეთქი ვთქარდა. შეიყვანეს ისე ალეკოს უთხარი მთავარ ექიმს მოიწი ახლა მე უთხარი დური თხოვა მეთქი რა შენს და მეცა რომ ერთი რამოდენიმე დღე ამ სანაწილის სტაციონარიდან არ გამწერო ხო და ას ალეკო მეუბნება ბიჭო მეო დურუს გამწერიო ვარო თუ დურუ იტყვისო აქ მინდა დაწოლა ჯერო გაჩერდებაო მე რეიტუს არ მინდა თქვენ და ხელათ ახვევინებს შეუხვევდნენ ამებს აფია და სხვას მიქონდა თავისისა თვითონ კი არ მიქონდა და ემსახურებოდნენ რა ის შავი სამყაროს წევრი იყო თუ შავი სამყაროს მიღმა მოძრაობდა ამას ქურდი ვერაფერს ვერ ცეტყოდა არც ერთყოდა და ესეც ქურდებს არაფრად არ ანგდებდა ხო ახლა ყველა ქურდს ეს გოგი ახალციხელი ასე დარტყმელი ბიჭი ის იქ რო იყო ხოლმე იმ ქურდულ გარემოში და იმაში ცალიბუშში 5 ქურდს აქცევდა მაგრამ უნდა მოერიდო იმას და დაემორჩილო ქვია რა ხო ესე იგი დურუს მე ხო მითხრა ალეკო რომ
რაცო დურის გამწერიო არ მე როცა უნდა დაწვება რამდენ ხანსაც უნდა მერე იტყვის წამიყვანეთ ისევ ჩემს პალატაში წაიყვანებენ იქაო და აი ასე დადის იქეთ-აქეთ როგორც უნდა შევარდნაძის მოსვლა რას ცulis ამ სისტემაში შევარდნაძის მოსვლამ მოიტანა დიდი სიმკაცრე როგორ გითხრათ პრინციპულობა სიმკაცრე სამსახურებრივი მოთხოვნილობა კორუფციის საწინააღმდეგო მე თვითონაც კარგად ჩაეფლო მაგრამ ჩვენ ჟირო დარჩეს ახლა მე და ედვარდი ძალიან ახლო ვიცნობთ ერთმანეთს და ბოლო პერიოდში ელე თევდორაძე ხო გაგიგიათ ეს ჩემ კაბინეტში ჯდაი ხო და თევდორაძე ესე იგი ისე რა ქვია ბატონო ნაულის მე ეხლაო საღაციდან გირეკაო ხო და ედვარდ ამბროსის რეზიდენციაში ვარო და კითხულობსო ედვარდ ამბროსიჩიო ისევ ნაულისია რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორიო მე ვთხარი გადაეცი ჩემს მინისტრს მეთქი ტელეფონი გადასცა და ვარლობთ ბატონო ედვარდ რო გახსოვართ მეთქი მე ვთხარი ხო და მე ვთხარი არა ვარ დირექტორი მეთქი იმიტომ მიშა მოხსნა მიშა მოვიდა და არა ვარ დირექტორი მეთქი მაგრამ ის მეთქი თქვენ რო წამძანდით მე არ გავჩერდი მეთქი მოატყვი ვითო მოიტყვი რა ეს თავი რაღაც ფლატშეურაცხობაში არ გადავაგდი არ გავჩერდი მეთქი ხო კარგიო მითხრა კარგიო კი ბატონო სხვათა შორის პატივსცემდა ერთი ორჯერ აღმადგინა თვითონ გაგდებული ვიყავი პაბეგი კახათ არგამაძე ვერ მიტანდა რატომაც მე არ ვიცი მაგრამ ვინც მე ვერ მიტანდა ვინც მე პატივსამცემს და ხალხის და ჩემს მიმართ იმათ საქმე ყოველთვის კარგად მიდის ახლა მალე გააგდეს მე გაგაგდებო მეთქა მე ვთხარი შენი ვინ არის შენი გასაგდები შვაში ჩადგა ჯიმი მიქელაძე მოადგილე შენი გასაგდები ვინ არის და წავიწიე ხო და ეხლა მე და ჯიმი ძალიან ახლო ვიყავით და ძალიან თვალს ვიკრავს და როგორ ელაპარაკები შენ მინის თვითონ როგორ ელაპარაკება მე ვთხარი მე ვინა ვარ ცხოველი ვარ გამაგდებს ხო და არ უნდა იცოდეს მინისტრა თანამშრომელს როგორ ელაპარაკოს ასეთი შეტაკებები მქონია ბევრი ცოტა უკან რო დავბრუნდეთ თქვენ თქვით რომ შავ სამყაროსთან და ქურდებთანაც მქონია ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ ბევრი ოპერაციებიც გაქვთ გაკეთებული რა გახსოვთ ამ ხალხთან ურთიერთობის დროს რაზე იჯდნენ ეს ხალხი როგორც წესი და რა მორალით მოძრაობდნენ იმ პერიოდში რაც შეიძლება დღევანდელ დღეს ცოტა განსხვავებული იყოს თქვენ რა დაგამახსოვრდათ ამ ქურდების ძირითადი სამუშაო და სამოღვაწეო მიზანი ეს თვით ქურდობაა კარგი მომპარავი ეს კაი ქურდიც არის იგი და ყველა იშვიათად რომ ყველა ნარკომანი იყო ქურდები? კი ერთი ტარიელონიანი არიკეთებდა ეს ისტორიელონიანია დღეს ისიც იჯდა თქვენ დროს? ისიც იჯდა თქვენთან ციხეში? კი, ჩემთან იჯდა. კი, და მეგობრობდით ტარიელი, კაი კაცია. ეს იქიდან არის. ქუთაისიდან არის. ხო და კაი კაცი იყო და არის კაი კაცი, ახლა ესპანეთშია. მოსკოვში რო იყო, მოსკოვში იყო ერთი პერიოდი. კვირაში ერთი ორჯერ მაინც დამირეკავდა რა. ხო და მეც პატივსაცემი შესახედავად კარგი ტიპია და კულტურული კაცია რა და ერთალი გითხრა რო გითხრათ ეხლა აი ესე თუ დაენდობი ოჯახსაც ენდობი და ენდობი ახლობლობას ის თავის საქმეს აკეთებს სხვაგანს აცა უნდა კურდობა თუ სხვა ამბები არას მორებია თუ რა და ასე შენ ეხლა ესპანეთშია და ეს ქურდები ნარკოტიკების გამოიდნენ იქ თუ უბრალოდ ფაქტი იყო რომ ნარკომანები იყვნენ ერთადერთი ტარიელონიანი არ იკეთებდა და სხვა არ მინახია რომ ქურდი ვინმე
ვახო დარსმელიძე იყო ერთი კიდე ქურდი იქედან ფოთიდან მაგარი ავტორიტეტი იყო ძალიან დიდი ხათრი ქონდა ჩემი იჩხუბეს მაგარ და პუჭურ სეროჟა იყო ქურდი ასეთი სომეხი იყო პუჭურ სეროჟას ეძახდა სხვათა შორის კეთილი კაცი იყო ისე კეთილი როგორ გითხრათ პატივს გსემდა ხოლმე ხარ რაღაცას მოგვარდა რაღაცებს და ამანდა ვახო დარსმელიძე პუჭურ სეროჟამ და ვახო დახორიძე იჩხუბეს და ამან ჩაარტყა აქ წელის არაში თირკმელი დაჭრა ამ პუჭურ სეროჟამ მეგაუკეთე ოპერაცია ხო და იმას ჩაარტყეს იმისთვის იმ პუჭურ სეროჟას აღარ დატოვეს ქურდად რა ეს ვახო დარსმელიძე პატიმრებსაც უყვარდათ თანამშრომლებსაც გვიხარობდა ხოლმე ეგრო მოვიდოდა რაღაცა ტარიელონიანი რო იყო ჩვენთან თანამშრომლებსაც გვიხარობდა რამე თუ ეს როგორ გითხრათ აი ესეთი ჭირვეული პატიმრები რომ არიან რაღაცა თანამშრომლებს ეჭიჭყინებიან სულ ყველა ნარკოტიკებს ითხოვს ძირითადად ქურდები შეკლული ვიყავი მირზოები იყო ძმები ჭიპია და თემურა ჩემი ტანისანი იყვნენ რა ხო და მაგრამ ქურდულ კანონმდებლობა ქვია თუ ქურდულ ზაკონში მაგრები იყვნენ ვერ შეედაებოდა ვერა ერთხელ მესამე სართულზე ვართ და ნარკომანი იყო მაგარი ორივე ძმა და სულ ნარკომანები იყო ესე ყოველ წუთში ნარკოტიკს ითხოვდნენ და კომისია დაждდებოდა და განუსაზღავდა ახლა ნარკომანია და ისა ну თქვათ 5 ამბულა გაუკეთეს დღეში ესენი მარტო 5 არ ყოფილ 7 უნდა გამიკეთო ამაზე იყო სულ ჩხუბი ამ ექიმებსა და ნარკომან სხვებსაც არა ქურს ავტორიტეტი ქონდა ახლა და იმას ისე ადვილად ვერ ეტყოდი რაღაცას ხო და მაგრად ვიჩხუბეთ მესამე სართულზე ვართ იმაში რა ქვია საავადმყოფოში ხო და კარები შიგნიდან ჩავკეტე და ვიჩხუბეთ და მართალი გითხრა დავარტყი ხელი და ტახტი იდგა იქა და წაიქცა ეს ქურდი ავიბაზე თემურა იყო სახელი ერქვა თემურა მირზოი გაუმეჭიმა და მეც გაუქარა და მოუთაქე ერთი და დავარდა იმაზე რა ქვია ტახტზე და გოგი ახალციხელი მაშინ რეზვალიცაში იწვა და გაუგია ნაოლისი ჩხუბებსო და წიხლი დაარტყა შემოანგრია კარები და ახლა მე დამიჭირა მაინც მე გამაჩერა გუთა არ მოგიდა ხელი მერე შემოვიდა ფუსო ქუჩულარია იყო მამისი ცეკას დივანი იყო ქურდი იყო საკონიკი 2 მეტრიანი ტიპი იყო ჯოხს ატარებდა ესე ჯოხს და რო შემოვიდა მიხვდა ახლა მაშინვე გაირკვა სიტუაციაში და ამ ჭიპიას აქ თორაკალური ფისტულა ქონდა გულკენის არეში და ამის გამო ითხოვდა ამ ნარკოტიკებს რომ ტკივა არ ტკივოდა არაფერი მაგრამ უნდა ნარკომანი გაერკვა უცბად საქმეში და გაუქალა და ამ თავის კოლეგას ქურს ამ ჭიპიას ჩერ აქ ხარში ჩაარტყა ჯოხი და მე ამ ფისულაში ჩაარტყა აუ ამან ატეხა ყვირილი ტიგრ კაკოი ვორკოთ იზარიფა ზაკონო ვარაგორ ბიოშდა ასეთი აბები და ისეთი კივილ-ჭყივილი ატეხა რა ამ ქურდმა ოკლეს იბან უთხრა დავაი გორდ მალჩი ხვათი დება გორდ ნაგლოსტი და ახლა საწავიდა და ახლა მაინც რა პრივილეგიები ქონდათ ქურდებს ზოგადად საჟელახსოვლებით სისტემაში თქვენ რა გიგრძუნიათ რომ ამათ ეს ქურდი ამიტომ ეს პრივილეგია აქვს და უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს იგივე დანაშაულისთვის მჟავრდებულს პირობითად ეს არა აქვს მაგა თავად პრივილეგია ქონდა თვითონ კონტინგენტში
ისინი აფშიაკებს აგროვებდნენ, ფულებს აგროვებდნენ, რაღაცებს მოგროვებდნენ და ამათ პატივცემდნენ. ციხეში? თვითონ ამ ქურდებს. ციხეში გროვდებოდა ეს ფული? თუ გარეთ გროვდებოდა? არა. იქვე შიგნით ვიღაცა შემოგზავნიდა ან პატიმარი მიწერდა მშობელს და შემოუტანდნენ რაღაც დაიკომ რა, ჩუმად რაღაცა. ხო და ამ ქურდებამდე მიდიოდა ეგა და ეს პრივილეგია ჰქონდა რა, ანუ აფინანსებდნენ ქვია რა ასე. თქვენ თქვით რომ ეს ქურდები ნარკომანები იყვნენ ძირითადად რა და რამდენიმე გამონაკლისისავდა. წამალი საიდან მოქონდათ ციხეში? წამალი ჩუმად შემოდიოდა მაშინ? ო ინკოგნიტოდ შემოქონდათ მაგის შემომტანები ცალკე იყვნენ რომელიც რამდენი დაუჭერიათ შემოტანისათვის. ხო, შპრიცი რო უნდა შემოეტანა. შპრიცი ატომური ბომბი შემოქონდათ და შპრიცი შემოტანა. ყველაფერი შემოდიოდა. ყველაფერი შემოქონდა. ეს ანუ ფულს იხდიდნენ იმაში რომ შემოსულიყო ციხის ადმინისტრაციასთან. ციხის ადმინისტრაციასთან არა, ესე ძირითადად შემომტანზე მუშაობდნენ. ეხლა ციხის უფროსი ახლა მე თქვათ ციხის უფროსად ვითლებოდი მე სკოლონის უფროსად რეზმალიცის დირექტორად ახლა მე ვიგამიბედავდა ახლა ფულს მოგცემდა ის შემომიტანურდა. თვითონ სისტემას რა ქონდა? აი მაგალითად ნარკოტიკი მიეცით ამას ამბობდა სისტემა თუ აი რა შემთხვევაში გაიცემოდა ნარკოტიკი ნარკომანებზე ციხეში? ნარკოტიკი გაიცამოდა ძირითადად რაღაცა სომატიური დაავადება უნდა ქონოდა, ესე იგი ან ჭრილობა, ან ფისტულა, ან სიმსივნე, ან რაღაცა ესეთები რომელიც ტკივილს იწვევდა და გამართლება რო ქონოდა რა ნარკოტიკის გაცემას. ხო ისე ამაზე მხოლოდ კომისიურად ხდებოდა მის გაცემა საექიმო კომისიით, ნარკოლოგებიც მონაწილეობდნენ შიგა და აი ასე იპოვებდნენ ამ უფლებას რა. დიდი ჭიჭყი და დიდი ისინი იყო. ამ ამავთან დაკავშირებით დიდი ომები იყო ხოლმე. ეს იყო ყველაზე საძაგელი პროცესი რა ამათან ურთიერთობისა. ნარკომანი ხო ეს აუტანელი ადამიანია ეს. და მით უმეტეს ქურდი პრავები რო აქვს და რაღაცები სარგებლოსა. იცით რა ესეთი უხერხული შეკითხვა უნდა დავსვა. ყოფილა თუ არა ვთქვათ შემთხვევა, როდესაც სისტემას წინასწარ რომელიღაც პატიმრის სიკვდილი უნდოდა პირობითად და უთქვამთ რომ აი ამას არ უმკურნალოთ. ან დაიკიდეთ ეს ამბავი. ამას ჯერაც ერთი ვერავინ ვერ გაბედავდა. ეს ხო დანაშაულია. ყველანაირი მკვლელობა დანაშაულია და ამას ვერავინ ვერ გაბედავდა და არც არავის არ ჭირდებოდა ვთქვათ ასეთ საქმეში ჩაეყო ხელი. რაში ჭირდებოდათ? მაგას არა. და ესე იგი პირიქით ძალიან როცა ექიმი ცდილობდა რომ პატიმრისთვის კარგად მიეხედა, ფასდებოდა ქვია როგორნაირად. ავტორიტეტი ქონდა ასეთ ექიმებს და ასეთ ხალხს. პატიოსან ხალხად ცვლიდნენ კარგ ადამიანებად. თუ თქვათ ბოროტული ზრახვა აქვს ექიმსა და რაღაცა ის რაგით კაი ექიმი იყოს არავინ არ დაუჯერებს. იცით რა მაინტერესებს? აი მაგალითად არ მინდა დავარქვა ქრთამი, მაგრამ რა იყო ჯილდო იმისთვის, რომ პირობითად ვიღაცა გადაიყვანეს რეზბალნიცაში, ვიღაცას გაუკეთეს ოპერაცია და კმაყოფილია ვთქვათ ეს პაციენტი ამ შემთხვევაში. ჯილდო რა შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გაგვიგია განსაკუთრებით მანი, ფული რა. ჩვენ ფული ტრიალებდა ყველგან რა. ჩვეულებრივი ქართული ფული, რუსული ფული იყო მაშინ, რუბლები. და რა ფასებზე იყო საუბარი? ანუ ბევრი ფული ტრიალებდა თუ აი ის ბევრი ფული ტრიალებდა და ბევრს იხდიდა ხალხი ასეთი ტიპის პრივილეგიებში თუ ახლა გადაყვანა, გადმოყვანა
გააჩნდა ქურდების გადაყვანის უფლებას ასე ადვილად აიძლეოდნენ, სამინისტრო ერეოდა ყველა ეშალონები უნდა მოიარა უფლებას ამის შესახებ, ქურდის შესახებ. ისე ჩვეულებრივი რიგითი პატიმრების გადაყვანა ადვილი იყო, თქვათ შეიძლება თქვათ ყალბი დიაგნოზითაც რაღაცა დააგერქვა რომ ეს ქვია თქვათ კუჭის წყლულია, თქვათ რაღაც პროქტოლოგიური დაავადება, სისხლდენები, რექტალური სოლიდატლა რაღაცა და ასე სხვა და ხო და ქურდები უფრო კაც კონტროლზე იყვნენ გადასაყვანად. ხო და მაგაზე გვამოწმებდნენ ხოლმე. მე თვითონ კომისია მქონდა რეზმალიცის უფროსი რო ვიყავი, ყველა სპეციალისტი შედიოდა თერაპევტი, ქირურგი, ნარკოლოგი, ნევროპათოლოგი, ინფექციონისტი და 1000 ფსიქიატრი და 1000 ყველა სპეციალისტი მყავდა. მე ვიცი რომ თქვენ იყავით თვითმფრინავის ბიჭების ექიმიც. ხალხის რომელმაც იერიელები. ხო, აი ეგ ეპიზოდი მომიყევით. თქვენთან როგორ იწყება ეს ისტორია? ბატონო, როგორ იწყება ეს ისტორია თქვენთან? თქვენ რა იცით ამ დროს ამ ხალხზე? მე ესენი პატრის ლუმუბას ინსტიტუტში სწავლობდნენ მოსკოვში და იქიდან გაიცნეს იქ საზღვარგარეთის ხალხი სწავლობდა კიდე შვაზი და სხვა კაპიტალისტური ქვეყნებიდან და იქიდან აეცრათ ამათ რომ ამ ძმები ივერიელები რა ივერიელები ორივენი უფროსი და უმცროსი ესე იგი ამათ უნდათ გაქცევა უნდათ და ესე იგი აქ ცუდ ადგილას ჩაატარეს ეს არ იყო კარგად დაგეგმილი ხო და არ დავბალავ და შეიძლება და ისე მაგათი აყვანა რომ თქვათ არ დაეჭრათ არისა მაგრამ ეს შევარდნაძის ზედმეტი აქტიურობით ეს დაჭრეს კიდეც და ისეც და ავის და მაგარი ჭრობები გეგა კობახიძე უფროსი და უმცროსი ძმები ივერიელები უმცროსი ძმა იყო რაღაც კლასიკური გარეგნობის ის კაი ბიჭი იყო ხო და გეგა გაგიგიათ ხო კობახიძე ხო რა კულტურული ბიჭი იყო ძალიან რა ტიპის დაზიანებები ქონდა თქვენთან რომ მოიყვანეს მაგათ მაშინ ამას უფროს ივერიელს ქონდა სკვაზნოი რანერი ფილდში გამოვალი აქედან რომ მოხდა მეორე მხარეს გაიარა და შეიძლება და ისე აეყარათ არ ეკნათ ეგ არა ეს ბატონი ედვარდის აქტიურობა იყო უფრო ალბათ და მოყვა ედვარდი სხვათა შორის და რომ გამოვედი ახლა მე და საოპერაციო წინა ოთახში რომ შევიყვანე შემოვიდა უკვე ედვარდი ასე იმპერატიულად მითხრა ნაოლს ესენი უნდა გადარჩნენ შევეცდები ბატონო ედვარდი გადარჩნენ რა ის კი არ არის და შევეცდები მეთქი რამდენი კაცია დაჭრილი აქედან 3 იყო უფროსი ძმა, უმცროსი ძმა და გეგა კობახიძე. და რა ტიპის ერთს ხონდა ფილტვები დაზიანებული, მეორე გეგა კობახიძეს ფეხზე იყო. ორივეს გეგას და უმცროს ძმას ფეხის არეში ჰქონდა, კიდურის არეში და კიდე იყო მეოთხე გვარი არ მახსოვს ის მოვიდნენ და წაიყვანეს არ დატოვეს ჩვენთან.
იმასაც ძიმეჭრობა ქონდა და მე არ გამოჩეილა ის მოვკვდა თუ რა დაემართა გვარი აღარ მახსოვს. იქ არქივში შეიძლება და მათი რეაბილიტაციის შემდეგ სწრაფად გადაიყვანეს თქვენგან თუ იქ რა ხდებოდა იმ პერიოდის განმავლობაში? აი მან ვიცი რომ ხელმოწერები გროვდება მათი არ დახვრეტის იმ მოტივით და ასე შემდეგ. თქვენი თვალით ის პროცესი როგორ? ვალავ თქვენთანვე კაცურად ვეთქვი, კაი კაცი ხარ გატყობ და ურთულებდი ჭრილობას რომ მეთხანს გაეჩერებიათ რა. ინფორმაცი წერდი რომ თქვათ მე თავი დამეცვა ხო და ახლა ესე ვიცოდი რომ ცუდი აღსასრულისკენ მიდიოდნენ და ისა და ახლა კაცურად უთანაგზნობდი. პერესტროიკა რას ცვლის თქვენ ცხოვრებაში? ციხეში რა იცვლება პერესტროიკის შედეგად? რა გითხრათ იცი? მე მგონი ციხეზე დიდი გავლენა მაგას არაფერი არ მოუხსენია. გარბაჩოვის პერესტროიკაზე. არაფერი ესეთი ძირეული არაფერი არ შეცვლილა, რაც როგორ ცხოვრობდით ისე გავაგზავნით ოფას. და შევარდნაძის წასვლა და პატიაშვილის მოსვლა? პატიაშვილი რამდენად ერევა ამ საქმიანობაში და რამდენად აინტერესებს ეს, რასაც თქვენ აკეთებთ? შევარდნაძე ერეოდა. ცოტა ხანს იყო, მაგრამ სულიკო ხაბეიშვილი იყო დაჭერილი და მაგასთან ერთხელ შევედი კრიტს ეძახიან ციხეს, დახურულ ციხეს, იყავდათ ეს სულიკო ხაბეიშვილი წეგავს დივანი რა. ედვარდის და ერთხელ კომისიით შევედი მე და უნდა ისა და სულიკომ შემომითვალა რა. პატარა ზაპისკა მომწერა შიგნით აკავე. ბატონო ნაოლისო თუ შეიძლებაო გავსინჯეთო შემობძანდითო. ის არის პატიაშვილია უკვე. უფროსი წეგასივენ. ავდექი მე და გადმოურეკე მახარაძე იყო სამართლოს უფროსი. მე ვთხარი, გაერქვა სახელი. ესე ბატონო ჩემი მეთქი. ხაბეიშვილმა მთხოვა მეთქი რომ გავსინჯო მეთქი. ხო და არავითარ შემთხვევაში ბატონო ნაოლისო არ მიეკარო, არ გაიარო საკანთანოც. ასე ხელი თუ ანიშნე რა მაპატიე მეთქი უთხარი რა მივხვდა და გაჩერდა ხარ აბოსილი კაცი იყო და რატო თქვენი აზრით რატო აგიკრძალათ მიკარება? რატო ამიგზავნა და ვითომ დახმარება გვინდოდა ჩვენ იმისი და ვითომ არ ვფიქრობდი და ვერც გავბედავდი რაც ერთი და მეორე ამ მახარაძეს სამართლოს უფროსი იყო. მე თუ რაღაცა ჩავიდენი მაგასაც მომაყოლებდნენ ზედა რა და ამიგზალა კატეგორიულად. არავით არ გასინჯვა. უცნაურია. უცნაურია, რომ ერთი ცეკას მდივანი, მეორე ცეკას მდივანს პატიმარს ექიმის მომსახურებას უგზავნოს. ძალიან გასაკვირი იყო და ეს პატიაშვილი ამ ედვარდიზე არანაკლები წუნკალი არ იყო სხვათა შორის. ვიცნობდით ახლა ერთმანეთს და ისევე რა. ასაირად. ტექნოლოგიურად რა იცვლებოდა ამ პერიოდში, აი 60-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე? ტექნოლოგიურად რა იცვლება ამ სფეროში და ზოგადად რო შევადაროთ ციხის საავადმყოფო საბჭოთა პერიოდში და ჩვეულებრივი საავადმყოფო მედიცინის დონით. რა განსხვავება არის, რითი ჩამორჩება ან რითია უკეთესი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო სხვა სამოქალაქო საავადმყოფოებისგან? მე ჩემ შემდგომ პერიოდში ციხიდან და
მათ საავადმყოფო და ძალიან ხშირად გაყავდათ პატიმრები გარეთ საოპერაციოდ. არც ერთი კაცი არ გამიყვანია ჩემი უფროსობის და ხელმძღვანელობის პერიოდში. ყველას ადგილზე თვითონ ვეხმარებოდი, თუ მჭირდებოდა სხვა სისხლთა ქირურგი, ნეიროქირურგი ან რაღაცა, შეუმყავდა და გარეთ არ გამყავდა რა. რო არ გამختارიყო სალაპარაკო და საუზაურო. გარბაჩოვის პერიოდმა ცოტა მუხრუჭები მოადუნა შედარებით. ცოტა მოეშვა. აქეთ წამოვიდა უფრო ადამიანური ჰუმანირობისაკენ უფრო საქმე. ხო, მაგრამ თლად არა რომ ისა რა ქვია. თავისუფლება ისეთი ნათელი არა. და ამა 9 აპრილის მერე, როდესაც კომუნისტები ძალაუფლებას კარგავენ და ეროვნული მოძრაობა ძლიერდება, მათ შორის ზიად გამსახურდია ცოტნელა მოდის უკვე ხელისუფლებაში. ეს რას ცვლის თქვენს სამსახურში და პატიმრები როგორ უყურებენ ამ პროცესს? ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა პატიმრებს ძალიან არ უგზნიათ ეს. მე და ზვიადიც მაგაცები ვიყავით, მეგობრები ვიყავით, გამსახურდია. ძალიან მეგობრობდი, ძალიან უყვარდი მე და ხათრი ქონდა და მე ძალიან მიყვარდა ასეთი პრეზიდენტი და ეროვნული ღირებულების და თვისებების კაცი. მე არ ვთქვი როგორ იცით, მაგრამ არ ყოლია. თქვენთან რა შეხება ქონდა მას? საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა? ზვიადისთან? როგორც ვიცი, ციხეში არ ყოფილა საქართველოში. არა, ციხეში არ ყოფილა. უბრალოდ იცით, რაღაც მომენტებში გავიცანით ერთმანეთი ჩვენ და ესე იგი მე თვითონ რაღაც ხათრით განეწყო და პატივისცემით ჩემს მიმართ და უყურადღებოდ არ მტოვებდა და იმის ქვეშ ვყავდი ყოველთვის. როგორ გითხრათ, თავისებური კონტროლის როგორი პატივისცემის თვალსაზრისით რა ესეთი. ხო და მე ვგრძნობდი ამას, რომ პატივისცემდა. მე დაწინაურება მთხოვა მინისტრად უნდა და გადავეყვანე ჯანმრთელობის მინისტრად. ქალი ყავდათ. ხო და მაშინ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლებოდა ვიღაც, იმან მომაკითხა სამსახურში და ბატონმა ზვიადი მძალაო, რომ ნაოსლისი უნდა იქნეს მინისტრიო ჯანდარი. არ მინდა მეთქი დამავიწყდა. მეორე კაცი იყო რა. მე ვთხარი ძალიან აკთხოვთ მეთქი. არ მინდა მინისტრობა, ჯერაც კაც რო არ გინდა რამე, იქის ამავე არ გამოგივარდა. თუ არ დამაძალებთ, მადლობელი ვიქნებ. აი საცავარ იმ საქმეს გაგიკეთებთ კარგად. ოპერაციები გექნებათ უღალატო, სამსახური უღალატო, ყველა ასპექტში და ასეთნაირად შევესწრები, რაღაცა. წელიწადში დაახლოებით რამდენი ოპერაცია, რამდენი ადამიანი იყო სტუმარი საავადმყოფოში, რამდენი პატიმარი? რა ტიპის დატვირთვა გქონდათ დაახლოებით? 300-400 წელიწადში. ანუ ყოველ დღე ფაქტობრივად ყოველ დღე ოპერაციები იყო? ყველა სხვა ოპერაცია არ ჭირდებოდა თქვა სხვადასხვა. იყო ინფექციური პროფილის, კანვენის პროფილი, იყო თერაპიული, კარდიოლოგიური პროფილებით და ასე შემდეგ და სხვადასხვა პროფილებით და იყო ქირურგიული პროფილი. ზოგად ქირურგიული, სხვა ქირურგიული პროფილებითაც. ასე ქირურგიულს ძირითადად მე ვაკეთებდი ყველა. საბჭოთა კავშირის სხვა მსგავს დაწესებულებთან რა ტიპის ურთიერთობები არსებობდა? იერარქია როგორ იყო მოწყობილი ამ სფეროსი? თქვენი უფროსი თუ ხელმძღვანელი, აი საბჭოთა კავშირში ვინ შეიძლება ყოფილიყო და თქვათ აი როგორი ტიპის ურთიერთობები არსებობდა მსგავს ორგანიზაციებში? იერარქიული დამოკიდებულება ეხლა იყო საქართველოს ესე იგი შეაგანთ საქმეთა სამინისტრო და
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც შედიოდა გინდა. და თქვენ შსს-ში შედიოდით? ბატონო, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შედიოდით? შინაგან საქმეთა სამინისტრო. არა ჯანდაცვა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო. და სხვაგანაც ეგრე იყო ეს ციხის სამონტყოფო. ყველგან ასე იყო. რა იცვლება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ? თქვენ ამის მერეც ინარჩუნებთ თანამდებობას და ფაქტობრივად მე ერთ რამეს გეტყვით, რომ გაფუჭდა ბევრი ხალხისათვის. კარგი იყო საბჭოთა კავშირი. რა იგულისხმება თქვათ აი იმ თქვენ სფეროში რა გაფუჭდა იმ პერიოდში? ჩემ სფეროში რა გაფუჭდა ის რომ კურნალობა იყო უფასო. კურნალობა იყო მაღალკვალიფიციური. ესე იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე, ზოგად სოციალურ მდგომარეობაზე სახელმწიფოს ბრუნავდა და მას ვისაც ამ დარგში ევალეობდა კურირება და თქვათ ხელმძღვანელობა აქ თუ რაღაც შეცდომას დაუშვებდა არ მოიქცეოდა სწორად არ ჩებოდა დაუშველი. მოხსნიდან მაინც ყველა ცოტა თქვათ შეიძლება და უფრო კიდე სხვა დასჯადი სახეებიც მიეღოთ რაღაცა. ჩემს პერიოდში არაფერი ისეთი. ახლა ბრეჟნევის დრო მე გეტყვით რომ კარგი იყო. კაცურად გელაპარაკე. ახლა მე მოსკოვში დავიცავი დისერტაცია თვითონ. ბაკულევის კლინიკაში დავიცავი. წინა დაცვა სხვაგან მქონდა და მე საბოლოო დაცვა ბაკულევის კლინიკაში მქონდა. ბურაკოვსკი იყო ლადი თბილისელი კაცი. კრასავეც მუშინა 2 მეტრიანი. თბილისელი კაცი იყო. ხო და რა გითხრათ? ბრეჟნევის შემდეგ ბევრი შეიცვალა ცუდისკენ ხალხისკენ. იყო მზრუნველობა მე ასე მიმაჩნია ახლა შეუძლია სხვას ახლა ვიღაცამ თანამდებობა თუ ჩაიგდო იმ სისტემის დაშლის შემდეგ რაღაც მინისტრობა იშოვა, თქვა სხვა თანამდებობა იშოვა, სხვა რაღაცები მოადგილეობა. რაღაცა ეს თავის საქმეა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. მე ესე იგი მოსკოვში ესე იგი ვიმუშავე კლინიკაში აერქვა იმ კაცო მაგარი ქირურგი იყო და მაგ კლინიკაში გავიცანი ბრეჟნევის დიშვილის ქმარი ვიტალი ლუკიჩ 2 მეტრიანი ვაშკაცი ბიჭი იყო და იმხელა ავტორიტეტი იყო ეს ბრეჟნევი და მისი დიშვილის ქმარი რაღაც დევიატაევა და ნაკისელი ვიღაცა რაღაცა მისი გამოჩენა სადმე და რაღაც ეს ითვლებოდა რაღაც როგორ გითხრათ ძალიან თავისებურ გასაფრთხილებელ მოვლენად უნდა გაფრთხილებული იყავი და მისთვისაც პატი მიგეგო თავისებურ ასპექტში ყურადღების ასპექტში და მოკლედ ამან სრულიად შემთხვევით მაგრამ დამიახლოვდა ძალიან და ხშირად მალე მიახლოვდებოდნენ მალე მიძვაკაცებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი მიხაილ მიხაილოვიჩ რაგვარი იყო ავერბახი გავიცანი და დამიძვაკაცდა მალე ინსტიტუტის დირექტორი დამირეკავდა ხოლმე ბიზვიდიანი უხადიტე და წავიდოდით მე და ეს დირექტორი ის და რაღაცას მე არ სვავდი და საბჭოთა ციხის საავადმყოფო რითი განსხვავდებოდა აი 90-იან წლებში შევარდნაძე რომ მეორეჯერ მობრუნდა იმ ციხის საავადმყოფოსგან
ციხის ავადმყოფო. ხო, აი ციხის ავადმყოფოს საბჭოთა პერიოდში და მერე ერთმანეთისგან რითი განსხვავდებოდნენ? ერთი და იგივე დაწესებული. ამან თუ რაღაც მოუჭირა ხელი და გაამკაცრა სამსახურის სასარგებლო რა თქვია, რომ ეთქვათ აი მკაცრია შევარდნაძე. აი ამ ასპექტში. მე და ედვარდი თითქმის ყოველდღე ვლაპარაკობდით ტელეფონში. და ეს მერე როცა დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში 90-იან წლებში თუ მანამდე? მანამდე. ხო და აი მე მერე მაინტერესებს. აი 90-იან წლებში როცა უკვე დამოუკიდებელი საქართველოა. თქვენ მაშინაც თანამდებობაზე ხართ. ის ციხის რა შეიცვალა ციხის სამამტყოფოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ? ეხლა ერთ რამეს ვიტყვი, უფრო მოუჭირეს ხელი რა. სისტემა უფრო გაამკაცრა სამსახური რა. ეს 90-იანში უფრო გამკაცრდა? აქეთ მერე შევარდნაძე რო წამოვიდა იმ პერიოდისკენ. ხო და გაამკაცრა ქვია რა. მე ასე მიმაჩნია გაამკაცრა რამე თუ არ თანამშრომლებისათვის და ეხლა ვთქვათ გაქცევები მანამდეც ყოფილა და იმის შემდეგაც აგით გამკაცრებული ყოფილა. გამკაცრება სიმკაცრე საჭიროა თავისა იმას წესები აქვს თავისი. რატო არ უნდა გაიქცეს და რატო უნდა გაიქცეს და რა არის შეცდომა და ასეთი რაღაცეები. ედვარდი კარგი ადმინისტრატორი იყო და მომთხოვნი იყო და ძალიან საშიში იყო. დამდობი და ის არ იყო. სხვათა შორის მე კი აღმადგინა ერთი პერიოდი რაღაც გაქცევა მომიხდა პატიმრების და კახათ არგამაძემ მოადგილე დამივერბოვკა რა. ხო და თავისი კაბინეტიდან გაათხრევინა მოადგილემ აფსნაძე და ისინი რომ გაიქცენ თუ იცით აი იმ გაქცევა. ხო და ეხლა მე სასამართლოზე მომაწვნენ და მე ვთხარი მე რას ნაწოლი ჯერაც ერთი მე ვიყავი უფროსი დირექტორი ყველაფრით. მე ვიყავი სამეურნეო ხაზითაც უფროსი, სამკურნალო ხაზითაც უფროსი, ოპერატიული ხაზითაც უფროსი, სარეჟიმო ხაზითაც უფროსი და ასე შემდეგ ჩამთვალე რაღაცები. სპეციალური მოადგილე მყავდა, რომელსაც ქვია ოპერატიული სარეჟიმო, რომელიც მუშაობს გაქცევაზე მარტო და აი ასეთ რა. კაცის კაბინეტიდან გაითხარა. კაბინეტიდან რას ნიშნავს? აი, ხომ ზიო რა გერმე კაბინეტში არა? აი ამის ქვემოდან გაათხრევინა რა თავის. იატაკს ქვემოდან იცოდა რა ესე იგი შეკრული იყო, დავერბოვკებული იყო. გააკეთებინა მაგას კახათ არგამაძემ იმისთვის რომ ჩემი გაფუჭება უნდოდა რა და ხო რა თქვენს გასაფუჭებლად ხო ამდენ კაცს არ გაუშვებდნენ ციხიდან? ვინა? თქვენ მარტო მიზანი რომ თქვენი გაფუჭება ყოფილიყო, ამდენ ხალხს ხო არ გაუშვებდნენ? არა ეხლა მაგ შემთხვევაში ეხლა კახას უჯავრი არ ხოდა 5 კაცი გაიქცეოდა თუ რათი, მაგრამ ის დაემთხვა რაღაც სხვადასხვა მიზნები ერთმანეთისა, თქვათ პატიმრების მიზნები, ვისაც გაქცევა უნდა და ხო და კიდე ანტიპოდურად განწყობილი თანამშრომლები, მოღალატეები თუ რაღაცა ასე ზოგს რომელსაც მე არ მომწონდი თქვათ და მტრობდა ასე შემდეგ იმათი და მოხდა ასე რა გაიქცე გაათხრევი მე სხვათა შორის არ გადაუყენები ვარ ჩემი თანამდებობიდან ამდენი მე ვთხარი სასამართლოზე ვთქვი მე ამ ყველა სამსახურს ხელმძღვანელობდი და მოადგილე რომელიც ამ ხაზით არის ყველა თავის კაბინეტიდან გაუშვა ხალხი და ეხლა მე ვთქვი მე რატო ჟითმეთქი ხარ დამზადეთ დამსაჯეთ მე ვთქვი მე აღვიდგენ ჩემ თავს მოული მეთქი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო და ის მოსამართლები ამან გადახედეს გადმოხედეს და სორია რა სორია ეკაციო ხო და
თქვენ იცნობდით ამ გაქცეულებს იცნობდით? გაქცეულებს კი ვიცნობდი, დიდხანს იცნობენ ჩემთან თითქმის. წლების მანძილზე თან ვითომ ძმაკაცობდა ეს ჩემთან გაფუჭებული აფსნაძე რა. და ლოთი არ მომწონდა სტილად ახლა ჩვენში. ზუგდიდიდან არ ლოთი, მგონი აფსნაძეც იქიდან არის. არ მომწონდა ლოთი და აფსნაძეს მიმართ სიმპათიურად ვიყავი რაღაცნაირად. და მერე არ ქონიათ რამე საუბარი. მერე დამირეკა ერთხელ თუ ორჯერ. მე ბატონ ლაულის გნახავთ თქვენ, მე ვთხარი. არ არის საჭირო ერთად ნახარ მჭირდება, მე ვთხარი. რაც იყო მე ვთხარი, ჩაიარა. То было, то сплыло, никогда не вернешь, მე ვთხარი. ეს რუსული ანდაზა მიუყოლე და აწირა აზრია მე ვთხარი მაგას. ისე როგორ გადარჩით იმ დროს ასეთი სკანდალისგან? ედვარდმა დამიცვა. უფროსად ამტოვა ეს. სხვა დროსაც ყოფილა გაქცევა რეზბალნიციდან? ხო. რეზბალნიციდან ან ციხიდან, აი რაც თქვენ უამრავი. ძალიან ხშირი გაქცევები იყო საგამომძიებლო იზოლატორიდან. ძალიან ძნელი გასაქცევი იყო ციხის დახურული კრიტიდან, მაგრამ თითოეულა რაღაც ასეთი გაქცევები იქედანაც ყოფილა. ხო და როგორ გარბოდა ხალხი? ანუ შეკრულები იყვნენ ვიღაცასთან, ამტრევდნენ რაღაცას, ანუ გაქცევის გზა რა იყო? მექანიზმი იყო ამიდან ამბანზე, აი ეს რაღაცა თქვა გასათხრელია, გასატეხია, გასახსნელია, კედელია, კარებია რაღაცა. ის იმას ევალებოდა ის იმას და ახლა თანხას აძლევდნენ აი ამ ყიდულობდნენ ამ დანაშაულ ქმედებებს ხო და ასეთაირად ბოლოს იკრებოდა წრედი და თქვენ დროს ციხეში ლოთისთან ერთად ჯაბაიოსელიანიც იჯდნენ ზვიადისტებიც, იჯდნენ მხედრიონელებიც. ესენი როგორი პატიმრები იყვნენ და რითი განსხვავდებოდნენ თქვა დანარჩენი პატიმრებისგან? ერთ რამეს გეტყვი, მე და ჯაბა მაგრად ზვაკაცობდით, გიждდებოდა ჯაბა ჩემი გულისთვის. ის ციხეში გაიცანით ერთმანეთი იმ პერიოდში თუ მანამდე იცნობდით? მე და ჯაბა გავიცანით ძალიან წლების წინ. ჯაბა იყო ტუბზონაში. იყო პატიმრად რა ტუბზონაში. არაფერი ტუბდა ის არ ქონდა, ჩააწყობდნენ ხოლმე ვითომ. ტუბერკულოზი რაღაცა და აწყობდათ იქა რა, ნუ კურდი იყო და რაღაცის კრიშის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რომ დაცული ყოფილიყო თვალსაზრისით, რომ არ დაევლოთ ხელი უცბად არ გაეგდოთ შორეულში და იმაში. აქ ციხეში იჯდა ეს ტუბზონა ციხეა? ციხეში იჯდა ჯაბა, როცა გაიცანით თავის დროზე ტუბზონა? თავიდან მე გავიცანი ტუბზონა ქვია ქსანშია ტუბზონა. ანუ ციხეა ეგეც და ციხეში იჯდა. ტუბერკულოზული კოლონია. იქ გავიცანი. ხო, იქ რაზე იჯდა ჯაბა, ხო არ გახსოვთ? ჯაბა თავიდან იჯდა სუმკვლელობაზე. მე როგორც ვიცი, მე ქურდობაზე იჯდა. ხო, მე წიგნები დაწერა და თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ პირადად და რა შთაბეჭდილება დაგჭათ ჯაბასგან? ჯაბას მე ძალიან უყვარდი. მე ძალიან დიდ პატივს ავცემდი, განათლებული კაცი იყო. თვით განათლებული. მისი და ლილიო სელიანი თეატრალური ინსტიტუტის ესე იგი დირექტორის მოადგილე იყო. საწყალი რამდენს დადიოდა ჩემთან. თუ ორი სიტყვა მეთქვა რა თავის ძმაზე. ამბავი მიმეტანა რა. აი წიგნები მოქონდა ხოლმე და ისა და ხო და რა მე ჯაბას ძალიან უყვარდი რა ძალიან დიდი ხათრი ქონდა ჩემი რა თუ სადმე ადგილი გამოჩნდებოდა ყველგან მე იმას ვიშვებოდა ხოლმე მე ჩამოიყვანა ედვარდი
ედვარდი მოიყვანა უკან დააბრუნა და სიგვა და ესენი რო იყვნენ ჯაბა ერთად უკან დააბრუნა და ადგა ედვარდი და გველი არ არის კაცო ახლა აგინდი დაიჭირა ციხეში შემოაგდა რო იყო თვითონ ჯაბა რამდენჯერ დამიბარა მისი მოადგილეც გამომიგზავნა დაადე ხელი სად გინდა ხოდა მერე ბოლოს ჯაბა ჩემგან განთავისუფლდა სულ ბოლოს ბერიძე რო იყო მერაბ კოსავას დედა იმან განთავის შეწყალების კომისიაში მუშაობდა ის მაშინ და მოუტანა შეწყალების ისა რა ქვია ორდერი და იცით რა მაინტერესებს ბატონავლის რაღაც პერიოდში თქვენს თვალსაჩინში მიხეილ სააკაშვილი ჩნდება ის ციხის იუსტიციის მინისტრია და ციხეებში რაღაცებს აკეთებს თქვენთან რა შეხება აქვს მიხეილ სააკაშვილს და საიდან იწყება თქვენი ურთიერთობა მე და ასლან აბაშიძე მეგობრობდით ძალიან არ ვიცი საიდან მაგრამ ერთი ჩემი საერთო ნაცნობი გამომიგზავნა და თან ტელეფონზე დამელაპარაკა ბატონ მაოლისო როცა მოახორხო ჩავობრძანდით ბათუმში მე ძალიან მინდა თქვენთან გაცნობაო კი ბატონო ასლანაზე თუ კიდე მანქანას გამოგიგზავნით არა მანქანა მყავს კიდეც მეთქი მე მსახურება კიდეც ვარ ჩემი ჩამოვალ მეთქი დავგეგმოთ როცა ორიესთვის მისაღები იყოს მეთქი და ასე შემდეგ და ახლო ვიყავი რაღაც მოვწონდი ძალიან და გამისვო ნახა მერე აღორძინების კავშირი ქონდა მაგას რა ამის თავმჯდომარედ დამნიშნა თბილისის ხო 2 თუ 3 ოფისი მქონდა ფულებს იხდიდა და ოფისის სასარგებლო და ნუ ახლა მე ჩემედლო დამეხარჯა და მესარგებლა და თანამშრომლები იმწყავდა საახლობლო ზოგს შივშილი თუ გტებოდა ცოლშვილი და ჩემთან რაღაც საქმეებზე დავნიშნე და ესეთნაირად ვარჩენდი ხალხს და ხელს უწყობდი მე ძალიან მომწონს ასლანი და თვითონაც რაღაც კაი განწყობილობით იყო ასლანი პატარა კაცია მაგრამ კაცი ჭამია რა მკვლელია მაგისი შემშინებელი კაცი არ არსებობს მაგა ხო მოკლა იქ იმას უნდა და ვერბუკებული მიყვან აი ესე ვითომ ტორტი უნდა მიერთმია და ქვემოთ ის ქონდა რა ქვია იარაღი რევოლვერი და ვითომ ტორტი სამთების დაბადების დღეს ულოცავდა ვითომ ასლანს და შედიოდა და ვიღაცებმა ავცნობს რომ რევოლვერი აქვს ხელშიო მოკლას იპირებს და შეაღო კარები თორე ესროლ არ დააგდო იქვე რა ხო და აი ასეთი კაცია ვაშკაცი ზოგი ვერ გააკეთებდა ამას არ გააკეთებდა ძალიან დიდი ხათრი ქონდა ჩემი ასლანი და მე ერთ დღეს მოგწავ გაფუჭებულმა მისამ თორე კარგად ვიქნებოდი ეკონომიურად კლინიკაც მექნებოდა ჩემი და გამიკეთებდა ბატონი ასლანი ხათრით იყო და მისასთან რა ურთიერთობა გქონდათ ამ პერიოდში ანუ ხო აი როცა იუსტიციის მინისტრად ინიშნება და თქვენ ისე ერთ რამეს გეტყვით მე არასდროს არ მომინდომებია მისასთან სიახლოვე თვითონ სულ დახვანცალობდა სულ ცდილობდა რომ რაღაც რა გინდა ასლანთან ჩემთან გადმოდით ნაციონალებში და ისა და არ მინდა მე ვუთხარი დიდი ხანია იქიდან მოდივარ და არ მოგატყო არც თქვენ ნაციონალები და არც ის მინდა მაგრამ იმ კაცს უყვარვარ პატრიოტებს და ეს დიდი ხანია მოდის და მე ურთიერთობას ვაფასებ მეთქი მე ვუთხარი თქვენ რა არ ვშია არ მწყურია მე ვუთხარი და მერე რა მოხდა აი ვარდების რევოლუციის შემდეგ რატომ ვერ დაალაგეთ მიშასთან მე მართალი გითხრა მიშა არ მომწონდა არასდროს მიშა არის ყალბი არც სომეხია არც ქართველია
არც ქურთია ვინ არის რა ვიცი არასანდო ტიპია ძვაკაცის ცოლებზე რო ნადირობდა და რაღაცებზე ასეთი არ ვიცი ახლა როგორ ძვაკაცის ცოლს რომ და ოჯახში შეხვალდა სხვანაირად შეხედა ვინმეს იმ კაც მოუკლავ არა თუ არ ახლოვდა მიშა იყო რა ვიცი როგორი გითხრა რაღაცნაირი ყველაფერს დახარმებული კაცი რაღაც ყველა როგორმე მოესწრო და ასე შემდეგ არ ვიცი ახლა ქალები კი აქებდნენ ზოგიერთი ნაბოზარი ქალები კარგი მამაკაციაო და რაღაცებია ხო ახლა ჩემთანაც საუბარში თქვენ ყავდეთ ისე მეტყოდი ხოლმე და რა ვიცი ახლა ხო და ჩემთან თვითონ ცდილობდა ახლობლობას სხვათა შორის არ მიიღო გულმა რაღაც არ მიიღო ახლაც ვიყავი ვივაბეთში და ის ინონადირაძე აგვარია ჯემალი კლიკური დირექტორი ჩემი ახლობლები არიან საახლობლოა ხო და არ გინდა შეიძლება კაციო ნახო დირექტორთან ნახავ მეოთხარი და შევედი ნახე და ვითომ ცრემლი გადმოუვარდა მიშა რა პირისია ნახეთ ახლა კი ესა 3-4 თვის წინ და ნახე რა მაინც ახლა რა გითხრათ რა გითხრათ არაფერი არ თქვა როგორ ახარ მეთქი და რამე ხარ გჭირდება მეთქი არა მადლობელი ვარო ამათი ხო და რა ვიცი თუ რამე გინდა მეოთხარი კოლეგები არიან მეგობრები არიან და სხვათა შორის მეთქი პატივს გცემენ შენ მეთქი მეოთხარი საჭირო იყო ეს რიტუალი და უთხარი მადლობა დიდია ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რაც გამოვრჩა და ამ გადაცემაში საინტერესო იქნებოდა, რომ დამატებული იყოს. თვითმფრინავის ბიჭები ვახსენეთ, ხო? კი, ვახსენეთ. ხო. შემდგომ ეს დურუზე თქვი? დურუზეს თქვით. ხო. ქალპატიმრებზე არ გვითხოვს. ბატონო, ქალპატიმრებზე არაფერი არ გვითხოვს. აი საბჭოთა კავშირში ქალები რის გამო იჯდნენ ციხეში? ქალები ყველანაირ დანაშაულზე იჯდნენ. მაინც ძირითადად ბევრი ნარკომანიაზე იჯდა. ქალებიც? კი, ნარკომანიაზე იჯდა. ბევრი ძირითადად კორუფციული 1000 სხვადასხვა რა ვიცი დანაშაულები. რით განსხვავდებოდა ქალი და კაცი პაციენტი პატიმრები? ქცევის დონეზე რა თქმა უნდა ბიოლოგიურ განსხვავებას არ გულისხმობ. თქვენი დაკვირვებით. ერთ ამბებს ვიტყვი რომ ქალი პატიმარი უფრო ჭირვეულია და ყოველთვის ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან ბოლშე ვიუდით რა მეტი რაღაცა სარგებელი ნახოს რაღაცით ამ თქვათ თავისუფლების ასპექტში ამ თქვათ რაღაცნაირად ფინანსური პლანითაც და ყველა კვების თვალსაზრისით და გაჭირება იყო კვების ხარჯითაც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ ბატონო იაგო, მე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ. ბიჭიერი კაცი ხართ, კაი შესახედი კაცი ხართ, კაი ქართველი ხართ. მე პირაგი მადლობა.